სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. გიორგი ტუხუჟმა 2011 წლის პირველ ნახევარში სასჯელ აღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები სასჯელ აღსრულების მინისტრს, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინა. საანგარიშო პერიოდში სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში 36 გეგმიური და 251 არაგეგმიური ვიზიტი განხორციელდა. სპეციალურ ანგარიშში საუბარია არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. დიდი ანალიზი ეთმობა სწორედ ჯანდაცვის უფლების უზრუნველყოფას და მიმდინარე რეფორმას სასჯელ აღსრულების სისტემაში. მინდა აღვნიშნო, რომ ასევე ანგარიშმა მოიცვა დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორი, მასში არის მოყვანილი ფაქტები, რომლებიც უკავშირდება ასევე 26 მაისის შემდგომ მოვლენებს, როდესაც ძალიან ბევრი პირი მოთავსდა ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ჩვენ წლის დასაწყისიდან ველოდებოდით მის დასკვას და იმედი ქონდა, რომ ის დადებდა შუალედურ ანგარიშს, იმიტომ რომ მის ანგარიშს ყოველთვის დეტალურად ვეცნობით, რათა გადავამოწმოთ გარკვეული ასე ვთქვათ მდგომარეობა და შესაბამისი რეფორმების შედეგად მოვახდინოთ რეაგირება.